სამტრედიაში ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა ახალ საგუშაგოს შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფართოების სისტემა და მოხდეს ამინდის პირობების ოპერატიულად შეფასება. დამონტაჟებული აპარატურით ავტომატურ რეჟიმში მოხდება ასევე ნალექების რაოდენობის, ტემპერატურის, ატმოსფერული ჰაერის, სინოტივის გაზომვა და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემა. წლის ბოლომდე დაგეგმილია 70 სადგურის დამონტაჟება, ის მაინც არ არის ის სასურველი ციფრი. საქართველოში სულ საჭიროა 200 მეტეო სადგურის დამონტაჟება, რადგან ჩვენ გქონდეს სრულად ინფორმაცია და ვაკონტროლოთ ის პროცესები. და წინასწარ გქონდეს ინფორმაცია ამ თემაზე. აღნიშნული სადგური ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას და ნალექებს, მოსული ნალექის რაოდენობას. რაც გვეხმარება ზუსტი პროგნოზების გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში, მოსული ნალექი ხო არ გამოიწვევს რამე კატაკლიზმას ან რამე წყალმოვარდნას.